კიდევ ერთი არქეოლოგიური აღმოჩენა შიდა ქართლში ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია იტალიელ კოლეგებთან ერთად ამჟამად ქარელის რაიონში მუშაობს, სადაც დედოფლის გორაზე მეფეთა სასახლე იქნა აღმოჩენილი. Ამ ტერიტორიაზე კულტურული ფენები 5000 წლეულს მოიცავს. ამჟამად სამუშაოები მე-20 ოთახში მიმდინარეობს, სადაც საკურთხეველი და სხვადასხვა ნივთი არის ნაპოვნი. არქეოლოგების განცხადებით სასახლე სავარაუდოდ ჯერ მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შემდეგ კი დაიწვა. Პერიოდი ეს არის პირველი საუკუნის სასახლე, ჩვენ წელთაღრიცხვის, რომელიც აი ამ სწორედ პირველ საუკუნეში განადგურდა, რამდენიმე საუკუნე იარსება ალბათ, ბუნებრივია. ეს არის მეფეთა სასახლე, რომელიც რეზიდენციად გამოიყენებოდა როგორც ჩანს მეფეთა მიერ, ქართლის მეფეების მიერ. არის აღმოჩენილი სხვა ბრინჯაოს სხვა ფიგურები, რომელიც ეწყო უშუალოდ ამ საკურთხევლის თავზე. აქვე არის ადამიანის არწივის სხვადასხვა ბრინჯაოს ჭურჭელი, ოქროს ფირფიტები, რომელიც ალბათ რაღაცა ნივთს ამკობდა. დედოფლის გორა რომ ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, ეს უდაოა სრულიად. სოფლიოშია ცნობილი. განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ ამ გორაზე ქრისტეშობამდე პირველ საუკუნის დასაწყისში აშენდა სამეფო სასახლე. და ის სამეფო სასახლის გათხრები აქ 1986 წლიდან მიმდინარეობს. აი ახლა გავთხარეთ მე-20 ოთახი.